ხო და ჩვენი პოდკასტის ის იყო საფუძველი, ესე ვთქვათ, რომ საქართველოში არ არის პოდკასტი, სადაც ადამიანები არიან თავის თავი რა. და ჩვენი იდეა იყო, რომ რადგან ეგრე არის, ჩვენ გავაშარჟებთ ამ ყველაფერს და ჩვენ იქნებით პოდკასტში ბოლომდე ჩვენი თავი. ოღონდ აი ის ამბავი ხო ისწავლეთ სკოლაში. თავით აღმაშენებამ რომ ძაძები გადაიცვა. იმიტომ რომ თავის თავში შეხებს სიმართლე გაიგო. ხო ჩვენ ეგრე გადავიცით ძაძები, იმიტომ რომ თქვენი თავში შეხებს სიმართლე გითხრათ რა. იმენაში შენზე არ იქნება ის იმპურებს, მაგრამ ზოგადად რა. ყველა ადამიანი დაინახოს თავის თავს ჩვენ პოდკასტში. აი ვითომ რომ ყველა უცფელია და რაღაცა, ამ იდეაში ეს იქნება რა, ის რაღაცები. ხო, რაღაცა და მაგათ არ დაუჯეროთ. თუ ხედავთ ხალხს ეგეთები არ არის. ხო და რატო ბომჟები ხარ რა? ჩვენ ვართ ხალხი, რომ დასაკარგი არაფერი არ აქვს. კაროჩე. ბომჟებს დასაკარგი არაფერი არ აქვს რა. მეც ამბობ თქვა და თუ როგორ უცფელი არ ვიყო, ვერ დაგიმავოთ ისაც ვერაფერს ახლა რა. ერთი ეს მაგ შემით ნაკეთი. არა, ეს კაცი, კაი კაცია თქმა უნდა, შეიძლება ბომჟია, მაგრამ კაი კაცია. ხო, მე ვარ სანდრო, ეს არის ლუკა გვარით ავასახელებ ანონიმურობის პონჩი და ეს საცნობაც მაგიტო ვაქ რომ მარტივად არ მიხდეთ იმარ რა. ხო, ბომჟების თემა და პოდკასტის ფორმა იქნება, რომ ამ ისეთი არ იქნება რა, ეხლა ყველა პოდკასტი ეგრე არ იქნება. იმაზე იქნება დამოკიდებული ჩვენ როგორ ხოშზე ვიქნებით. როგორ ხორში გავიგვიძებთ. ეგრეთ თუ არ იქნება, გაზრი რომ ნარდი იყოს, უკვე არ არის. მე თუ გავიგვიძე ცოტა ახმელიაზე ვარ, ეხლა აქ რა გიღმიოთ და რაღაც რა. ხო. ხო. მართალია, მაგრამ იმენა მართალია. აი ამიტომ დავუწევთ და პოდკასტი, რომ ეგ შეგიძლია და მაგას ვერ ვიგავ რა. Yes. კარგი მაგას. დღეს რა იქნება რაღაცები დალევა ცოტა რაღაცა გართობა, რაღაცებს გვექნება რა. დღეს არა ვიბაზროთ ეგეც უფრო. ხო, გვაქვს ბევრი თემა გვაქვს რა, კაროჩე და ერთ-ერთი თემა რაც ისეთია ცოტა თემატური არის ჩვენთან არის როგორ შეიძლება ეხლა 20 საუკუნის პოდკასტი დაიწყო თუ არ ვიყარებ AI-ზე ისე. შეიძლება? ხო არ შეიძლება. შეიძლება? არ შეიძლება. ნუ შეიძლება ეგრევე არა, მაგრამ რაც მომენტში მოგიტევს ლაპარაკი. ხო, ეგრევე დავიწყოთ რა, AI-ზე. პირველი თემა იყოს? AI ოღონდ ეს ზოგადად არა რა, მე მაგ შეთანხმებით ვარ კაროჩე. შენ ერკვევი ამ თემაზე რა? მე მაგრამ ვიყავი შეჭი. რაღაცები ვიცი. რაღაცები რა. ყველაფერი არ ვიცი. რაღაცები. იჯერ რაღაც ვერ ვიყავი. არა, ვერ ვიყავი, რა მოუშკითხო. ინტერესებს და რა ინტერესებს. არა, მე ზოგადად თქვა არ არის უცილებელი ეკვეოდე AI-ში. ეგეთი კითხვა არ არის რა, ტექნიკური ნებს არ ეკითხები და ჩამჭრელი კითხვები არ არის რა. მე ინტერესებს ახლა ეს რაღაცა რა. ცოტა ფილოსოფიური არის მაგ კითხვა. ბანკარი. აი წარმოვიდგინე ეს რაღაც, კაროჩე, რომ არიცი რა. არა, მოდი კაიცი ვქნათ. ხო, აი წარმოვიდგინე რომ არიცი AI რა არის. და რაღაც მუსიკა იპოვე Spotify-ზე. უსმენ ამ მუსიკას, ყველაზე ხარ გაგისწორდა რა. საკაიფო ის არის, ამე მუზონებია რაღაცა, ვოკალიც კაია, მელოდიურია, კრეატიულია, რაღაც ახალი არ არის, ყველაზე ხარ. როკ-ენ-როლის ახალი ვერსია არ არის და რაღაც ახლა გამოგონილი ახალი ჟანრი არ არის რაღაც რა. კარგად დაუწყებული ძველია, მაგრამ კარგად არის შესრულებული რა, ტექნიკურადაც მასტერის კარგად გაკეთებული მიქსინგით ვაფშე ყველაფერი რა. მაგრამ ისწორდება ხოლმე ხარ უსმენ და აი მოხვედი მანახემე. და მე მოვსმინე, წავიკითხე იქ რაღაც დეტალები და აღმოჩნდა რომ არის AI-ზე აკეთებული. და გეუბნები რომ შეჩემა რა ხსუსმენ მეთქი ეს იმენა AI-ზე აკეთებულია და სერვერს პრომპტი მისცეს და იმან დააბრუნა მეთქი რა. შენი ლექცია რა? ანუ აი რას ზნობ ხარ მომენტში რა. ანუ მე ვისაც დაევასა ეგ. დაგევასა, ხო არ იცოდი რომ AI იყო რა. მე მქონია ეს შემთხვევა უკვე რაღაცები მინახავს და გამსწორებია და მე მივხვდა რომ თუნდაც AI ყოფილა, მაგრამ ჩემს არ აქვს სოღობა, რა სიმართლე გითხრა რა. ანუ რამშობ ჩემს შავრია რაღაც ემოცია არ მზრას ახლა მუსიკა. და მოვსმენდი ეს აკეთებულს. კი, ვაჭო, და მაგისტორდება და. რატო არ მოვსმენდი? და აი უფრო ისე რომ აი მაგალითად რამშობ აქვს AI დააგენერებს რაღაცა დოკუმენტურ ფილმს თუ ვიღაც რეჟისორი და თავარია თუ საინტერესო და გადმოსცა ახლა ის შეფის ადამიანი უნახავს უეჭველი. არა, AI-ს დაგენერებული დოკუმენტური ფილმი და რეჟისორის გადაღებული სადაც სხვა არის ხარ. მაგრამ ეს არის სხვა თემა, მაგას შეიძლება. არა, მე ვიზახილ ადამიანის სართულობა ამტკიდება რა. თუ კაია, კაია всё რა. ხო, მაგრამ აი, ჩემი კითხვა რა შეიცი? ნახე. რადგან ეს არის ეს ეთებული რა. პრობლემა ის კი არის, ეს ეთებული არის.
პრობლემა ჩდება იქ, რომ ეს არ არის ნამდვილი შესრულება, არ გამოხატავს ადამიანის ნიჭს, არ გამოხატავს ადამიანის ვოკალურ მონაცემებს, არ გამოხატავს დრამერის უნარს, რომ დაუკრავს და დასაკრავია. მაგას არ გამოხატავს რა. და ჩვენ რომ მუსიკას უსმენთ, აი კონცერტზე რომ მიდიხარ და რომ უსმენ ლაივში მუსიკას, ხო? იქ მაგერით кайფობ, რომ ლაივში უსმენ იმას, რაც მოსმენია ბევრჯერ, ლაივ შესრულებას მაგისი. და ეხლა მომავალში წარმოვიდგინე, რომ AI კონცერტი ახლა ანუ ხოზე ხარ, აი რომ არა, ოც ჩართულია რა. ხო, ლეობა ხო. ხო, რატო? მაგრამ ეგ ლაივ შესრულება და ისე Spotify-ზე მოსმენა გინდა რატო არ ნაღდი იყოს, რატო არ და ხო იგიხარ. სული არ არის. ხო და აბა მაშინ აქაც ხო არ არის. ჩართულში მას არ არის. ისაც უკრავენ, მაგრამ ნაღდის არ არის. გასაგებია, მაგრამ იქაც უკრავენ. ის დაკრული არის, ჩაწერილი, რომ ის დაკრული არის თავის დროზე. ხო, მაგრამ სოციალში არ უსმენ, მაინც არ არის. არის განსხვავება, რა თქმა უნდა. სერიოზულად. არის, მაგრამ AI-ზე აკეთებული თამაშების თან განსხვავება იგივე მიმართულებით. ანუ AI-ზე აკეთებული ჩათვალე, რომ არც არავის არ დაკრულა, არავის არ დაუკრავს რა და არც ერთ ადამიანის ნიჭი მაგაში არ არის გამოხატული. ბიჭო, რა უცებელია, რაც ის ნიჭი დავაფასო მუსიკას რო უსმენ. თავარია მუსიკა მესიამურია. ხელოვნება ნიჭის გარეშე, ანუ შენ AI ფოტოებითაც იგარი პროგრამა. ბიჭო, და AI შენ AI ქალები კროკოდილო რიოსება, ბომბორდილო კროკოდილო რიოსება, ტრალალა. ტრალალა, მაგარი ნაბუზარი. გავერთე. ტრალალა რიოსება, ჩვენ შედარჩის. ტრალალა იმენა რიოსება. ბიჭო, რა ვიცი, რასები ჯობდა. მაგრამ აი, მაგას დავიწყე. აუ, შენ გუსმენ მუსიკას, იმიტომ რომ ნიჭი დაუფასო დრამერს თუ მუსიკას სწორებს და მაგით უსმენ. არა, მე მუსიკის მოსმენის დროს, მათ შორის ვაფასებ მაგასაც, ანუ როცა უსმენ მუსიკას, მაგითაც кайფობ, რომ აუ ტიპი რას უკრავს, აუ ტიპი რას ხედავს, ხოლმე ხარ, ანუ ჩემი ესთეტიკური სიამოვნება მარტო იმაზე არ გადის, რომ რაღაცა კონკრეტულმა ვიბრაციებმა ჩემში რაღაც შეგრძნებები გააჩნიეს, იმიტომ რომ მარტო ეგ რო იყოს, მაშინ შეიძლება იყოს რაღაც ვიბრაცია, რომელიც მუსიკა საერთოდ არ არის. ეს ყველა ყველა მაგას მოусმინოთ. ეგ ხო იქნება მუსიკის მოსმენა, ეგ სხვა რამე იქნება, ხო? გაგაჭარბებულა მოვიხარ. მე თვითონ ნაი, ჯო არა, შეიძლება იყოს, მაგაზე არა ვარ, მაგრამ ეს არის რედუქტო ad absurdum არგუმენტი რა. ანუ მე გეუბნები ამას, შენ ამ თუ მუსიკა კაჩენებს არ გავს შენსიო, ხო თქვი ეს? მაშინ რომ უსმენო რა. ხო, წარმოგესწრა რაღაცა, რომ არ რაღაც ბინაურალ ბიტები ან რაღაც ეგეთი რა, არსებობს რაღაც სიხშირე, რომელიც ადამიანი უკვე ცნობს თავს, რო უსმენს. ხო. წარმოგიდგენთ რაღაც ეგეთი იყო, რაღაც ეგეთი ბიტი და არის I'm sure. ეგეთი აგზები რა. და უსმენ და ძალიან რაზმო თავს, უფრო კარგად მაგათ ვიდრე როცა Pink Floyd-ს უსმენ. უფრო კარგად მაგათ როცა Black Sabbath-ს უსმენ, ან Led Zeppelin-ს, ან რა ვიცი, Burdus, ან რა ნებისმიერს რა. შენთვის რო დავიწყეთ და მაგას მოусმინოთ ყველამ რა. ეგ ნორმალური იქნება? ყველას მოუნდა. სიგიჟე არა, ხა ეგ ვიხარ, просто რომ ადამიანი მუსიკას არ უსმენენ და ზიანა მაგას უსმენენ. ყველა ადამიანი თუ ანუ შენ მოვიხარ დამოკიდებული რაღაცა და მოდი მე ეგრე დაგალაპარაკე. უგრე გინდაში ვაყარ. არა, ყველა ეგრე შეფერდა. ხო და არა, კონტაქტური სხვა მოდი გეტყვი მაგ. თუ აიშე 8 მილიარდი კაცი გადაწყვეტს და რა თავისი გულით მანდარი რომ AI-ის მოსმენა უფრო მოწონს. ვიდრე Pink Floyd-ის მოусმინოს, აბა რომ უნდა იყოს. AI-ზე ვაყარებთ ჩვენ ახლა შენ სხვა რაც დავკაცო. მე გონები რაც ხან ახლა თუ კი ჩვენ გადავწყვეტ რომ მუსიკას რის მიხედვით უსმენთ. იმის მიხედვით რომ უბრალოდ ჩვენ რას ვზნობთ მაგის მოსმენისას. უსმენ მაგით. ხო და მარტო მაგითი წყვეთ თუ კიდე რაღაცა თუ მარტო მაგითი წყვეთ. შეიძლება იყოს რაღაცა ჟღერადობა რომელიც თავს გაგზნობინებს, ბევრად კარგად ვიდრე Pink Floyd-ის მოსმენა, ან მუსიკა არ იყოს ეს. კარგად თავის გზნობა არ არის აუცილებელი მუსიკა. აბა შეიძლება გზნობდე? ანუ შეიძლება მუსიკამ თულად გაგზნობინოს, რაღაცა გაგახსენოს და ის კათარზისმა გაგისტოროს. ანუ ზოგი მუსიკა არის თვითონ გაგზნობს. თულად რომ გზნობ, თულად ანუ თავს როგორ გზნობ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რომ გზნობდე რა. უნდა აღძრას პირვანდელი ემოცია დაგიბრუნოს. ანუ უნდა გზნობდე რაღაცას კარგად. აუცილებლად. რაც ჩადებული არის ეგ ნო? შენი ემოცია რაც არის რაღაცი, ოდესღაც აღძრული და დაგიბრუნოს მუსიკა. შენი ძველი უნდა დაგიბრუნოს? ხო. შენ შეიძლება სევდიანად გაიჩნდო მუსიკას რომ კარგად თავს გზნობ. შენ ძველ ემოციებს უსმენ, როცა მუსიკას უსმენ მაგას ამბობ. ჩემს ემოციებს ვიხსენებ მუსიკას როცა უსმენ. შენ მაგას უნდა იარო ფსიქოლოგი. აბა რატო უნდა იარო ფსიქოლოგი? აბა ჩემს ემოციებს ვიხსენებ როცა მუსიკას უსმენ, ბავშვობის ტრავმებზე ვფიქრობ რა. რა ბაზარი. საერთოდ არის ეგრე, რაღაცას უსმენ. გიჩე. ეს მეცა. ნუ გავაი ბრო, ნუ გავაი. აი, ძალიან სიტარასო ჩაულები. როცა უსმენ რაღაც მუსიკას და სწორედ წილი გაიწე. ეს მუსიკას ტირიხავ მე. არა, შენ გოგა. შენ ის რო ჯანა შეჭება, იცი ვიქა? AI-ის კაიტო ფოტოები რო, იცი? მაშინ ხეზე რო გამოწყლე რო ტირის. მე რო ვაი მე რა გაწირებს. მაგოჩიტა რა.
არ მიხსნი რა, არ ისე, აბა როგორ გაიგებ თავს მაგას. და გამიმართო. ხო, და მუსიკას რა. ნახე, რედიოც მაგას. ეს სანდრო ან გადიხარ კადრიდან, ან ამას მოვწევ, ან კაცი იყავ. და მიკროფონი გაასწრო. და უშუალოდ რა მუსიკას რედიოებს ამშოვა რაღაცა. აი ეს ტირილი რა. რა დაიწყე ტირილი ანუ რაღაც მომენტში შენ რაღაც სევდიანი შეგემხო ცხოვრებაში და ეს ვიბრაცია რო უსმენ გახსენებს მაგას რა. თუ აროს აგიტირია, მუსიკა რა გატირებს. ეგ რაღაც მუსიკა არ ვღავს. შენ არა ეს. თუ არასდროს აგიტირია. და პირველად როგორ ტირი? პირველად ტირი ტოვები იმას აქვია. თბილ კერას სადაც ბედრიერი ხარ და გამოდიხარ ყეაფაში. ო ეგ არის გახსენდება, ანუ ო ეგ არის გახსენდება რა კაი იყო მაშინ. ამ შენ მუსიკას უსმენო ის გაგახსენდეს რომ რა კაი იყო და არა ვიცო არა ეგ არის სტრესში უჩავარდი ხარ. თუმე ფელასი არის ხაი რომ მე ვთქვი. აბა რომ ბავშვი რო გამოდის აგეტანას პირველი მაქედან იწყება ხო თქვი? პირველ ტკივილი ხო. ხო, კაი. ვიცი. ესენა მკითხე. ყველა პირველ ტკივილი ეგ არის რომ აგდებენ ბუდასი რო არის ხო ეგ ბუდამ გაიზარდა. ბუდა რო დაიბადა ამ ტკივილში. არა ბუდამ შეიძლება. რუსები არის თუ რა თქმა ჩაკნორისია. ბუდამ იდეა რომ დაიბადა, მაგრამ რო მოიცა მე ტკივილი. რო გაიზარდა 13 წლის რო დავიდა საფიდან. ჭირი ხო მანდა რა გაჭირება იყო მანდა ხო ნახე არ ქონდა ხო და როგორ ამოიცნო გაჭირება ბუდამ ზოგადად ამოიცნო რაღაცნაირად იგენერეთ მუსიკას რო ჭირება იქ არ ამოიცნო ან ფული ბავშვობა იცოდა შენ ის ფაქტი რეგულარულად ფული ბავშვობა ძალიან ნომე ფლასები წავსე ხარ იმენა რა თუ რა ხიებს ნოქია სიმდიდრე გაჭირებაც იცი რა ეგ არის სამი რა იცი თუ რაღაცა ამაზე გონია პახინიც იცი რა არამე პირიქთან არის. თუ მარკინჯი. თუ ერთი ამას იცი რა. კიდე იცი მეორე ეს იცი რა. და ნუ ძალიან სულად იქცევი. ეხლა ინჟინერები რაღაც ის ხარ სოფისტი ვიღაცა არ მომწონს და მოგადავალ. არა, შენ იქცევი ერთი ფილოსოფი შენ. ათმოვი რამე და კაი, მე დავაწყობ რო შევაჯამ რა სვამბობდი რა. მუსიკას რო უსმენ, არა გაუცილებლად რაღაც ეგზო რო შენ დაიკლაპარაკე, ეგ ამიგულისხმო საერთოდ რა. ანუ რაღაცნაირად ნუთავ, შეიძლება იყოს ტილე იყო, შეიძლება ბედნიერი იყო რა. რაღაც მომენტში, ცხოვრების რაღაც მომენტში შენ რაღაცნაირად იგზენი თავი და მუსიკა უბრალოდ არ გიძრავს მაგ ძველ ემოციას, რომელიც არ დაუტოვებია შენ შევნო, ისე მანდა. აი რომ უსმენ რაღაცას და გახსენდება რაღაც, რომ იქ რო ვიყავი რაღაც რა. და თუ რაღაც ახლა მივამბობ, რაღაც მიშვეხო მუსიკა. AI-ის რომ მოусმენ, იმავე ზიზავს, რატომ არ მოусმენ? რახან ვიღაცის ნიჭი არ ფასდება? კაი. ეგ რა არის, აი რა ქვია როიცავენ აქაურ წარმოებას. აგალითად უკეთეს ამ დრო შემოის თურქეთიდან და უფრო იაფად. და ქართველებს გამნა ვიყიდოთ, იმიტომ რომ მე ვაფშე ან კოზით მოვთხაროთ მიწა, იმიტომ რომ ან კოზით მომთხრი, ორი კაც დაკიდება და კოზით მომთხრი და კაც დაკიდება. ვიღაცის გამო მუსიკა ძიძამოს უსმენ, მაგიტო უსმენ და იმიტომ რომ ვიღაცა დრამერი მე ჭია, შეიძლება მე ახლა კამათი რის გამოს უსმენ მუსიკას მაგაზე. ან მაგაზი ვაპარაკებ, ნახე? შენ რა ვერ გავიგე, იმიტომ რომ ძალიან მიცვლი რაღაცა. ნახე, თავიდან მე უნდა ამიხსნა რა, ჩემი შეცდომა რომ არ გიხსენე, ხარ? ისე. ანუ შენ თუ ამოგეს რაღაც რომ მუსიკას უსმენ, იმიტომ რომ კონკრეტული შეგრძნებები გაგიცეს. რა თქმა უნდა. და დაუშვათ ახლა არსებობს ეს ბიტები, ბინაური ბიტები, ყველანაირ შეგრძნებისთვის. და მაგ შეგრძნებებს აღზევს ბევრ ხომ ზაფრად, ვიდრე მაგათ რედიოები. მოს სიტყვები არ არის ვაფშე, პოსტა ეგ არის რა. მაგის მოусმენ და არა მუსიკას. უკეთესი თუ არ კი? უკეთესი არის. მაგითთან ასე რომ უფრო მეტს უძნობ. უფრო მეტ უძნობ კი. ანუ ჟს მოусმენ ვიდრე ჟი არ შევა მაგას ბიჭი რატო? რა არგუმენტი? აი ჟი არა. ეხლა მოგესმენებ რაღაცას და ისა. გამო. ჟს არ გონდა. ჟი რა? ჟი არა. აი ნახე როჯა არის. აი ეს როჯა კაცო. ალფასი ხშირია თუ რაღაცა კაროჩე რა. აი ეს. ებოქე გოლაკენია ბიჭო. ეს არის მეცეთ. სადა არის. ანუ ხა აცავნა მაჩვენო. მე მოგიცა აგეზად რო შეიძლება ჩემში ეკენ. არა, სხვა კითხვა. აბა ესეთი თუ იქნება რაღაცა ეგონა მეკითხო? ანუ რას მოლის ხო განახე რა. არის ჟღერადობა პროსტა. არა ის რა ქვია, მუსიკა არ არის რა, არის ჟღერადობა რა. და ეს ჟღერადობა გრძელდება შეიძლება 5 საათი, ყველაზე 5 საათი ჩანაწერია. და 5 საათი ჩანაწერს უსმენ, რა შეიძლება ემოციებს იწვევს.
5 საათის შემდეგ? არა, სულ შეჭე როცა უსმენ რაღაც შეგრენ. ეგრევე? ხო, როცა ჩართავ როგორც მუსიკა იწვევს, რაღაც მომენტში ჩართავ 4 წუთში შეხვდა ამაში. იწვევს ეს ეგრე იწვევს. ხა ყველა ამ დაარი პრობლემა მან და არის ხა. ესეც რაღაცა ვიბრაციულ რაღაცა მომისმენია ადრე. და ეს რო აგიწოვდეს საჭიროა რომ დაჯდე მაგვრაცეს და მაგას პირველ ძალიან დიდ დრო. ანუ მაგვრაცეს გარდა კაცო მე როგორ არა კაცო ეს რაღაც ჟხმები რო არის რა მე გეუბნები და მეცამ თეორიულად გეუბნები. ხო და თეორიულად სიტუაციას გეუბნები. დამჭირდება ჩატა. ტრექს რო თავ სამწუთიანი რო არის საკმარისია რო დასრულებული რაღაცა არის. ანუ შემოდის მეორე რაღაც. ანუ ეს ეფექტურობა შემოდის? რა თქმა უნდა, მე თუ 5 საათი დამჭირდა რომ და მერე გავისწორო, შემიძლია რაღაც 2 წუთში ქნა იმას მოვუსმენ. თქვა დაჭირდა 5 საათი. ანუ დამოგვიყვება არსოც. მოდი უფრო გაგიმართებს ეკითხავს რა. ავიღოთ რაღაცა 4 წუთიანი ტრეკი. თქვათ რაღაცა თუფაკის მამა, dear mama. ძალიან მაგარი ტრეკია, ხო? 4 წუთიანი ხო არის და ანუ საოცარი ემოციები წა, ანუ გახდება დედა რო გიყვარს და რაღაცა მართლა. 4 წუთიანი თუ რაღაცა ჟირავი რა და უკეთეს შეგნებას იწოს. იმას მოვუსმენ. ჟურდოს ორი შეგნებას. ის შენახაც რამბობ. ეს და მოვისმინე. როგორ შეგნებას? და ერთ უკეთესი არის მაგ კუთხით. მოვუსმენ, კი. და ამას აღარ მოვუსმენ. გაადრე, შენ და მოვუსმენ. იმას მოვუსმენ, ანუ კი, მოვუსმენ. ორივეს მოვუსმენ, მაგრამ ვიზა რომ მატრიცაში იყო დაერთებული რაღაც მომენტში რა, მაგას ამბობ. აი, იმენა ის გასაგებია. ანტუანის პროვოკატორი ხარ. გასაგებია. ჩასახდებით, ხო? გასაგებია ის ხარ, მოდი. დავყებით, ხო? დავამთავრე, ეს თემა გასაგებია. ის ხარ აღარ შენთან მე ამ თემაზე აღარ მიქნება ლაპარაკი. ხო, ჩაგი გამოგიზამი ხოლმე. ეაზე ეთებულ ფოტოებს გატირებ ბავშვებზე, ხიდან რომ ეთებულ დინოზავრი და რაღაცები რო. ანუ შენ რაციონალისტი ხარ, მაგის მაგინა უბრალოდ და მე ვარ კონსერვატორი. ხო, კონსერვატორი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის ნიჭი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაში. ჩემი აზრით. თუ ადამიანის ნიჭის მეშვეობით ხელოვნების ეს აიყურე ხა რა. ანუ შენ კიდე ეს ფოლდინომა ფელასოფიასე რომ თითქოს მე ანუ ვირჩევ მაგორში რომელიმეს. არის შენ შეტო გონი რომ მე გაგონია. ანუ აი საერთოდ რა ხარ შენ მაგას ამბობ და ჩემ გაგინდა გამოიყო. აი მე თქვი საერთოდ რა და რეიჯი. ეტა მართალია რა. რა რეიჯი. აი შენ და პეტროლ ტაფტებს, რა. აა თავის აზრია. ეს შენი სახე დაინახა ყოლე. უნდა თავის აზრია. გუბაზე მოგაიჭი. სკაუტი გუბაზე? არა. Red dish story. ო, შენი თემარი ეს ჩემ. არის? Red beef-ები. ისტორია. ვა. შენი თემარი ეს. ის რაღაც გადასვლები. რა გადასვლები შეჩემა მუსიკასთან არის კავშირში. AI-დან. ო, ეხლა დავლის რაღაც. ეხლა მოდი აი ესეთ შენი კითხვა რა. არის ორი AI რეპერი რა. შენი მეზობი არის ორი. შენ შიშებიდან მოვარები ხა? არა შიშები. რაღაცა მოხდება და ადამიანი აღარ იქნება მიღებული, ან მაგრამ დაგჭიტავე შენ მაგის და დაგჭიტავე. კაი. რომელი ვიხავ ვისვაპარაკე. არის ორი AI რეპერი რა. გამოდი რა. სხვა ჩიტებზია ხო? სხვა ერთი ის საიდში და ტაივანის ჩიტებზია, მეორე ამერიკის რა. ერთი დასავლეთის ჩიტებზია, მეორე ზოგ გამოვაკოთ AI რეპერი რა, საერთოდ შეიძლება. ანუ AI ეჯენტი არის და მიცემული ერთი კომანდი თავიდან დაპროგრამდა, რომ რაღაც ჰიპ-ჰოპის ბევრი დაამუშავოს მუსიკა, რაც არის გამოშვებული რა, CD-ებზეც და ვინილებზეც და ყველაფერზე ბავშვი, რაც არსებობს ჩანაწერებს და დაამუშავა როჟამ და ეხლა კაროჩე ეგეთი კომანდი მიცემული ავტომატურად ჩაწეროს ახალ-ახალი, გამოუშვოს ახალ-ახალი სიმღერები რა. ანუ უშვებს სიმღერებს ხო ახლა. და ნუ ინტერნეტთან დაკონექტებული რა თქმა უნდა ეს AI ბოტი. ესეთი არსებობს ორი სხვა. თავს ღირებულებებით. ერთი ცოტა ის დროჟა არის, ფული, ნაშობა რა, ფორმა თემაშია რა. მეორე უფრო კონშის თემაშია, ხო ხარ? ენერგია დრეიკის. ხო, რაღაც ეკონში რა. და ეხლა ისე მოხდა რომ ამას ისინი სხვა მოსმენილი. ამ ენერგიის ბოტს, დრეიკის ბოტის მუსიკა რა. ეგ სხვა მოსმენილი. სულ არ ახლოს. არა, თვითონ ჭამს ინფორმაციას ანუ რა თქმა უნდა ინტერნეტზე. აი ფიქრობ ეს ალეაო კაროჩე რა. და გაბიფა შეჩემა დისი ჩაწერა, დაიწყო ბიფი კაროჩე რა, ამ შორის რა. აი მაგას მოვუსმენ. მაგას მოვუსმენ, ნახე რა მია. ჯვა, კენდის ფოტოა. რას მოვუსმენ? ვერ მოხდა რა ვერ მოკავს ის ერთი მეორე სხვა ვერ დაიძაბეს. ბოტები როგორ ჯვარი, მაინც ეგ არის. რა დაინტერესოა. არ მოვფენ მაგას? არა, შეჩემა. ვაფშე AI მუსიკას არ მოვუსმენ მაგას. ხო მოგიყევი ის რომ იქო წამიყვანა მეთქი, ბახმარო შემოდიოდი. და ის რო იყო რა, შეჭილებული ხარ მაგარი. რა საშინელება იყო იცი? არა, კაც მე პატივცემ და კაი კაცი იყო შეჩემა და
რაღაც просто თვითონ მუსიკას არ იკუთვნით მაგაზე არ არის. ანუ მას მუსიკა არ იკუთვნით და ვოკალიც კაი ქონდა იმ AI მომღერალს. ანუ ეგ არის პრობლემა რა. უბრალოდ რო უსმენდი შეიძლება მქონდა რომ ადამიანებს კარგავდი შეჩიმა, ეგეც შეიძლება მქონდა რა. დედას ვიცავ. ანუ როკ მუსიკა იყო, რომელიც თავს სოციალურ დომინებდა. დრათვას დომინებდა. ეგეც ანუ არ ვარგავდა. არც მოусმენ მაგას. ხო და შენ იზახი მოусმენო. არა ეგეთია. მე თუ მოусმინე და ეგ ქნადა შენ არ მოусმენ. ეგეთია. შენ ნორები იმას გიზავ, შენ ყარ გიშვება მაგას. გას. და შენ იქნება მოგწონს ეგ მე მიშვება მაგას. იმიტომ რომ სული არ და მე თუ მაგას მიზავ არ მოусმენ. ხო და მეც ატომი იქნა, იმიტომ რომ ადამიანები არ ყვნენ. შენ დაიწყე ესე მაგ კითხვის დასმა, რომ ანუ მოусმინე და ეგ გაგიკითხა. შენ მაგ ნუ იფიქრო ხა. რა გაგიკეთა კაცო? აი რასაც მე ვიყარაკო. კარგი შეიძლება მქონდა? მუსიკა კარგი შეიძლება რა საერთოდ ამიხსენები არც ერთხელ. შენ მოგონილი რაღაცა. მუსიკა გამოსვენებ, მაგრამ ერთ თუ გააკეთა AI მithოდა. თუ გააკეთა და მიწყეთ ლაპარაკს და არა ის რომ მოусმენ არ ვარგავდა. თუ არ ვარგავდა არც მოусმენ. არა, ხო და მე არ ვარგავდა სულ ხო მაგას შეჩინე. იმას კი არა. არ მოусმენ მაგას. შენ მე რო ჩავერთო. დავაი. შენ ვაფშე ამან დაიწყო მაგის ანუ ეგე დაიწყო ლაპარაკი. შენ მოусმინე რაღაცას, მაგდა გაგისწორ და მიზანი გაგზელებ თუ არა მოსმენას. რაღაცის გამო გამევასო. შენ თუ დამევასალ შემოდა ხა რა. შენ ნუ დამაყენე იმათ მივიღე. გააჩვენე, გავჩი მოусმენ თუ არა მითხარი, ვერ გავიგე ხა. ჩავთავდი რა. ამ შეიძლება შეაკვირვებინა პრობლემა. მე მაინტერესებს მუსიკოსებს ემუქრებათ თუ არა AI-ის გადაშენება. პოტენციურად შეიძლება. არა ჯერ რო ხედავ, ჰა? როგორ? AI-ის უნდა განვითარდეს, რომ აჯობოს მაგათ. და ჩემი თუ ერაჯობებს. მე ჩემი ეს ანუ ზანდაბაც მეცახმები ესე. შეიძლება არზოს ხო ხა მე როგორ გამოვიწყო ეგ. ანუ ადამიანისკენ ხარ მაგ დაპირებაში და არა ამის აკონდა მე არაფერი. ანუ შეიძლება კითხვა თქმა ჩემი მიმართ რომ იმიტომ რომ ასე რომ გეოპარკე გეომეტრია ესე მითხა ჩაჟიბის ეკითხები და ვერ გავიგეთ ნაო ადამიანურა პატრისტუნცა გავზე ხوارკე შეჩება აი მე იმიტომ რომ შენ რომ მithomეთ მე კაია ხო არა სუდი არა სუდი არა მაგრამ პრობლემები არ არის თორე შენ მასწავლე ჩაჟიბის მაროს აი ესე მოусმენ ბიფს ორი აი ბოქს თავთავდი რა არა აი აყვებოდი ერთმანეთს დისალდა დროპანიტა და თუ აყოლად იქნებოდა აყოლოდ ბიჭო შენ ახლა ნუ გადაგე თემა რა თუ აყოლად იქნებოდა აბა კაია ხო როგორ უნდა გითხრა როგორ უნდა გითხრა აი არის გავჩი არის არის შენ იცი არის მე არ ვიცი მე ვიცი არ მოусმენდი იბა აი ახლა შენ არა შენი აზრით რატო არის ხალხი კაროჩე აი ზოდიაქოი კატეგორია დაინტერესებული ხალხი რა. თუ საინტერესოა. აი ბიჭო. ეხლა ეგ არ გამომდის, მაო, შენ ის ხალხი შეება? კლევერ ბოტი ხარ? ანუ რა პასუხი რა საინტერესოა? კაი, შემდეგი დაგიწყი. რა პოდკასტი გვაგინა მითხარი და ხაო, ხო და გადაიგე რა ზინდა ის. გამოვწო ბაში. გამოვწო. ისე. და წყობა. ეგ მინდოდა. არსებობს რაღაც ცოდნა საყაროში. რის მიხედვითაც მავანი ამბობენ, რომ შენი დაბადების ადგილი და დროის მეშვეობის მიხედვით გარკვეულია უკვე შენი კოსმოსური მისია ამ სამყაროში. და რაც გეუბნება ამას რა. და ეს ახლა ვიღაცა რო გეუბნება რომ თან თუ მეტნაკლებად არ ეთყობა რომ ხალატანია შენ აღქმაში სელუტს გავს და შეიძლება საგარელი ვაგებოსოს თავშორის. თუ გავს ეგეთი ხოს ანუ შენი კოსმოსური არა უნდა აკეთო ამ სამყაროში ეგ ვიცი მეუბნება დაინტერესდები რა დაინტერესდები ეგ გიჩვენებათ რომ გითხრას ვიდრე რომ გააკეთო შენი ბიჭო მითხრა და შეიძლება გავაკეთო რაც მე ხარ უშვის ეს ოლდინემაა არა თუ მითხრას ამის რომ უჯერე შენ არ მიწევს რომ ხო დაინტერესებს აი თქვა დაიბადე და იგივე გითხრეს რომ კაცო შენ უნდა ეცნეს გააკეთო ეს და გააკეთო ეგ ხონიშა მე ჩემი ნებახოროს განმავლობაში გავიგე შენ ცხოვრების განმავლობაში სულ გექნება თავი დამდგარი რაღაცა იყოს ეს გას გიჩვენე ეგ ცხოვრება ვიდრე რომ ეგრე როგორობაში ცხოვრო რა ბიჭო არ მიხის რა ეგორი რა მეკითხა აა ბიზარ გავცხოვრო ბიჭო ანუ ეგ არ შეიძლება AI ნახატებს ეხა მეგობრებო რა აი ეს ნახატი რანაირად გიდევს არის დახატული ხო მაგას ვერ გაიგე ეს ნახატი არის დახატული AI-ის მიერ ანუ სანამ გამოუშვება ChatGPT-ს
იქამდე დახატული რა, დაილენდებოდა ჩვენ გამოგზავნეს შესამოწმებლად, რამდენად ღირებული შეიძლება იყოს AI-ის ფათრობა. და მე მართლა აქ შეგრძნებები რაღაც მებადება რა, აი მაგალითად ხარ უყურებ ამ თითებს. ამ თითებში ჩანს მთელი ის hard work-ი, თითების ტკივილი, ჩართმული სახაზავები მასწავლებლების მიერ, როცა არასდროს დაუკარი ნოტი რა. ჩანს. მე რაღაც დაღლილობა ვთქვი, რომ აღარ შეუძლია ამას დაკვრა. ანუ დნება მის წინაშე მაგაზინო შე? ხო. აი რა მე ეს ფერები ნაძრევს მას შეგრძნებას რომ ტყივა რა. მე გადაღნილობა ამაძლევს იმას, რომ უკვე აღარ შეუძლია ამ კეთება. და გასცემდება მომენტები, როცა აღარ შეგვიძლია ეს კეთება შე. ხო. აღმოს რო უკვე გასცემდება ხოლმე. დიდი ხანი რომ ეხლა კი რა რომ შეიძლება ეცემა, ჰა? რა გადაგცემ. რაღაცები აღარ შეგიძლია აკეთებ. აი მაგალითად ბიჭო რა მუშაობა გეზარება უკვე და იღავდი. სამსახურში ხარ და აღარ შეიძლება მას კეთება. სამსახური აღსენა ამაზე. დაღლილობა მოხსნა და დაღლილობა პროგრამას მიეწერება. ან შენთვის ხელოვნება ასწავლო დაღლილობასთან. სვიჩები სადისწავლეს რა ქვია არა ვერ განახე პროტოტიპიანზე უკრავს და რა შეიძლება გქონდეს დაღლილობა გახსენა. არა მე ამას უყურებ მაგ ჩემში მოდის ეგ რომ იმდენ გადაღლილია იმის კეთებით შეუძლია ეს თითები რა მაგ რაღაცა ნატკინს და რაღაცა დამეცადინებს გავს რომ გადაღლილი რო არის სივრცე მე არ მოვიდგება რომ ანუ ეს იმდენი ხანია უკვე მაგათი და თან რო იცი რომ ინსპენერზე უკრავს ეგენი იმდენი ხანიობენ რომ უკვე მაგ ხალხში ყოველს გაჭიროა ეგრე და ანუ ამ თავისი მისადინეობით და აქ საქმით და შრომით უკვე ვიზუალურადაც კი ის აქვს რა ანუ აქ ისე დაგდე რომ ვიზუალურად ვერ არხევს რა და მარხდება რომ დავი კაი. ხო და მეგობრებო ამას ამ ნახატს ვყიდით ანუ ფასი არ ვიცი ასე შევთანხმდით რაღაცა ვიბრომა. უშნოვანი. ამას ვიდით შეგვეხმიანეთ. ვისაც მოგწონთ. ეს არის ნუ ესეთი არტისტი იქნება არტილოთ მომავალში რა. ანუ არ არის ცუდი ხა ესე. ეხა ის არა რაფაელი არ არის ალბათ მაგრამ. არა, ნუ კაია რა. რაფაელ 4-0 არის. ხო, პატარა გადახვევა, იმიტომ რომ ჩვენ სპონსორსაც ჭირდება რაღაც დაფინანსება. ანუ ჩვენ პოდკასტში რაღაც დაფინანსება. თორე ესე უფასოდ სვაო კატეგორია დაუბრუნდა თუ რა არის. ვიგავთო. ეგრე. ხო, დავუბრუნდით ჩვენ თემას ზოდიაქოებზე. ცოტა ეკლექტური პოდკასტი გამოდის, იმიტომ რომ ADHD მაგალითად და ესეთი არის ADHD. ადამიანის ცხოვრება, კიდე მაგ APD და QA მაგ კიდე. მე მაგ PPTD. QA არის Q anxiety. Previous anxiety. ან იქ შედახსოვდები? მაშინ. აუ დაამხოთ. და მაგ თან მოგვიქრო ხარ და გიშვენე ხო? ცალკე არ ხომ ვიგებ მაგისთვის. ინტერვენები. ლაი კაცები. კაცები არის. რაც დაგუნაჩვენო ბილეთი რო კი გაგ. არა შეჩემა, მაგ ბილეთს ურავი რიგი იქნებოდა. არა, ეს იჯერე. ხა მოიტყუე, ბოჭობა მაგას. დაავადებას ხომ მოიტყუე შეჩემა, ადამიანი იმიქცევა იგივე რომ დაავადება მოიტყუოს. რო ეს ჩისტაჯის და რაღაცა და არ გამოგდოთ სამსახურიდან და რა ითხრა რა ხდება. ეგრე მაგამდე მე არ დაცემულა. ჯერ კიდე არის იმდის და შენ. მაგამდე მე არ დაცემულა. ხო, ეს ზოდიაქოვის არ გაინტერესებს. ზოდიაქოვის ხო და აი ვერთვები ხო მომენტებში რა, ჩემი კონდიშენების გამო. და მაგას მოვწევ ხოლმე და დაუბრუნდეთ ახლა ზოდიაქოებს. აი ახლა ერთი იყო რა. ის თქვათ AI-ის არის რა, კითხავი. თუ რა ქვია ზოდიაქოვის ვინც არის? ასტროლოგი. AI ჩხიბავ თქვათ. და ყველაზე ხარ ეს AI ჩხიბავი არის იმენა ვაფთე ინფორმაცია აღქანში რა. რაც არის ამ პლანეტების განლაგება, საგარელის ტვინია ჩატვირთული რა ყველაფერი რა. Cloud-ი. ხო. ყველა ასოლის cloud-ია რა. და მაგა გითხრა რაღაც. მაგას უფრო მიენდობი თუ კონკრეტულ ადამიანს გიქრეს. ერთმა. ბიჭო, ეგრე ვერ გეტყვი და რეზონენზეც რო გეტყვის რა. ანუ ეხა ის ცოტა აიკითხავ. შო გეტყვის. შენ ხო, ეხა ის ხარ შენ? 27. აი მიხვედი ასრულებთან რა და გეუბნება რომ არ შენი რაღაცა ეს ხოლმეში რაც ესენი აკეთე განუყოლი აქ ეს ეს რაღაცა რეალაკება და ეხლა შენ ბაგის ამბობ მიხვალთ რომ მაგალითად შენ უნდა იმუშაო ქარხანაში რაღაცა უფრო ისეთ გეტყვი ადამიანების პოზიციაზე ქარხანაში იმუშაო ეს მაგაში უნდა იმუშაოს
ეგ ძალიან კერძო რაღაცა არის, ეგ მის შეგერო ხაშა იმუშავ. ფერმაზე. რაღაცა ფერმაზე მაგალითად. კერძოა, ან ზოგადად მიხარ რაღაც. ეგ რატომ უნდა მიხარ ზოგადად? ანუ შენ საუბარს ყოველ შემთხვევაში გეოგრაფიას არ გეტყვი, შენ რაღაცა მასწავლებელი ხარ. ესე გარიცის, ხო? არა, ეგ არის ის არა. და მიხოს რომ განათლება უნდა გადასცე ვიღაცა, შეიძლება მიხოს, მაგრამ რაღაცა იმუშაო ფიზიკურად. მაგრამ იქ ქარხანაში წალი და შენ ეს უნდა ქნა ეგ რაღაც ვერ იყვის. და რომ იხვალ ეხლა და ეს საათნახევარი ლაპარაკობს. ხო. ანუ რაღაცნაირად შენ განუცხოვრება ხო იცი რა ის ცხოვრე და დააკავშირე და თუ რეზონირ და რა. თქვა არ რეზონირ და არ. მაშინ დაიყიდო უნდა რა, ახლა ხوار და თავი დაიყიდო. ხომ პროექტი. მე არ მართალია. ეგ მოუსმენ. აი ეს პროცესი. თუ მოუსმენ. გაგიტინა. რა თქვა? თინას წაღრდეს მის რა თქვი ხა. რომ მართალი არ არის? მოგესალმო. მე არ ვამბობ რომ რა დიოლინგენ უკვე მართლა შენ რომ მოусმენ და შენთან იყოს კავშირში. კაი სოფაგას ეგ შენ მოსწევ. ეს კაცია რომელსაც არ რო გავუშალა ის 2 საათი ვაყაიობით ტიროდა რა რო იცოდი შენ ლაპარაკობ მე შეიძლება არ რო გაგიშალეს მე ჯერა ნუ რაღაცა მე ჯერა ეგ რაღაცები ხო პროსტა ნახევარ გორიცეო პროსტა ნახევარ მე AI-ის გაშუტაროს არ გაშუტაროს არ მტირე მე თქვი რომ ვიდრე აი თქვი რა რატო გამოხობ საით კაი შემდეგ კითხვა ისე აი ხოიცაც ინფლუენსერები ვარიან რა და მონეტიზაცია თუ ხუსაკეთებენ რა რა კონტექსტები ვარდეთ ხუსაკეთებენ ეს არ მეც მომავალი რა ნუ შენთან კიდე პროცესი არის კითხვა გეხება რა რადგან YouTube-ის ჩენელი გინდა რომ ქონდა ადრე და გაწყვეტა რა ქონდა ხო არა შენ არ გაქვს გაჩნდება შენ არ ჩენელი არის ეს კი მაგრამ სხვა არა ხო არა აქვს სხვა გასვამობდი ამ სფეროში შემოდის AI რა არის ესე ვიცით უკვე ყველა პერსონაჟები ქვენია და ეს პერსონაჟები რაღაც ფულს წერენ ხოზე ხარ რა არის რა რაღაც მაგუც ლაკეთებს ხალხი მაგ პერსონაჟებით ხო არ ფიქრობ რომ შენ მართლა ხარ არათანაბარ კონკურენციაში არა ანუ იმას არ ჭირდება რა დრო ხო ოთხი დაგენებს ვიდეოს არ მონტაჟი უნდა 80% და აკეთებს რა მე რა ანუ შენ არ ხარ არათანაბარ კონკურენციაში რა აი მაგალითად იმას ვაპარაკობთ ხა ტრენდულ თემებზე აი AI ინფლუენსერი მაგ ტრენდულ თემაზე ვიდეოს დაგენერებს 2 წუთში და 2 წუთში დაგიქნება რა შენ კიდევ ერთი კვირა ხო როგორც შენ მითხარი რო და არის თავის გაშა ვიდეოს გაშა ვიდეოს ო ეს საათიანი ვიდეოა რა თქმა უნდა დაშავ კლიპებად რა გაშა ეს საათიანი ვიდეოს ხო მითხარი დრო უნდა და მე რა გააჩნია ვიდეოს ხო ხდება კაი ხო ხდება ხოლმე ეგრე რო იყო და ეს კი ხო მარკეტინგში არათანაბარ კონკურენცია არის ბიჭო ან როგორ თემა არის ანუ AI-ის შექმნილი ვიდეო უნდა იყოს რაღაც და ხა ხომ უყუროს რა და ეხა კრეატიულობაში მაგრამ გაუჭირდება AI-ის გაჯობოს რაღაც პრომპტაზრებს ვიღაც ჰა პრომპტაზრებს მაშინ ინკაცის ის თუ არის ინკაცმა თუ იწვალა ის რომ AI ბოტი შექმნა ასწავლა რაღაცა რაღაცა პრომპტი მიცა პროსტა კაცო ხო და ის AI ვინ შექმნა ვიღაცა ტიპმა რა ვიღაცა ტიპმა ის ანუ ეგ ხო AI-ის აკეთება რა არის ეს არის შეხო არა AI არსებობს უკაცო პროსტა არა ინფლუენსერი რომლებიც იყენებენ მაგ AI-ის იმისთვის შექმნან თავისი რაღაც AI ინფლუენსერი ბოტი ანუ უთხრეს რომ აი იკავე CTO-ჟა, კონდეს ცისფერი თვალები, იკავე მეტრა და 80 სიტყვაზე, წარავენ კონცესეთი, ანუ მიცა ეს ყველაფერი როგორ ჟონრი იყოს. და ეხლა რაღაც თემა წამოიწევა, დაწეს რაღაცა ორ პარაგრაფიან პრომპტს და უსუფეს აკეთებს კლიპებს მაგაზე რა. მაგაში არა ეს ეგრე ორ ჩამახდენ რა მაგაში. ნუ ერთ პირველში ის რაც მეკითხარი. შენ აკეთება შეგიძლია ყველაფრის? შენ? ხო, შენ მაგალითად. არ მე ვაფშე არ მეინტერესებს. შენ შეგიძლია ყველა მეკითხები? ყველაზე რაზე კითხებ მე ანუ შენ შეგიძლია კი. ვიღაც გააკეთა ეგ შექმნა ეგ ბოტი. მაგაზე გაქვს მაშინს. შეგიძლია ამოიღო. შენ ხო შეგიძლია გააკეთე. შენ შეგიძლია ამოიღო. აბა რა სადღაც სამართლოა. ხო მაგრამ შენ ხო არ იყენებ. ანუ გამოიყენებ პროგრამე? მონტაჟისთვის მაგალითად კი. არა, მონტაჟის არ კაცო, ვიდეოს გენერირებაში. იდეისთვის? ბიჭო, იდეას შენ აძლევ, просто ვიდეო რა დააგენერიროს. იდეას შენ აძლევ, ეუბნე რა თუ მომეწონა კი თქო რა. შენ არ ხარ ვიდეოში. ანუ პოზე ხარ, ვიღაც სხვა და ეგრე ფულს წარმოიდგინე რა. კონტექსტ ქმნიო, შენ არ ხარ.
კონტექსტი მხოლოდ პრომპტებით რა. კანტორი მაინც შეხარ კაცო. ამის წოდებოდა ისავდი? თუ მომოწონებოდა, აუ, გასაგებია შენ პოზიცია. მე ვერ ხედავ მან არც ნავალ პირობს. აი, ამანახე. ჰა? ამანახე. პირველად ამბობს საერთოდ. ბიჭო, ნუ ვიცი არ უნდა ვიცი რომ ნამდვილი იყოს ხოლმე. ნამდვილი ადამიანები იმას შუაზე ხარ რა. იმიტომ რომ ვერ გონია რომ მაყურებელთა უმრავლესობა გაიყოფა ისე რომ უყურებს ამ AI-ს, შეგეგონია. მაგრამ განიგრების ის. არა, თქვა მოხდა ეგრეც, რა ვიცი, შეიძლება მოხდეს. აი ხა უყურებენ და ჰა, შეგაგინებ. არ გაიძულეს გადახვიდე შენს მაგაზე? თევა არ გინდოდეს, მაგრამ გაიძულეს რომ გადახვიდე მაგაზე. იმიტომ რომ ხდება რაღაცებს უყურებაში. ანუ შეიძლება რაღაც მომენტში ვაფშე ადამიანი რაღაც ადამიანი ყავს რა აკეთებს რაღაცს მაგრამ გაქრეს, ხო? შენ მინდა რაღაცებს კითხულობ თუ რა. არა, რა დისტოპიებში ხარ? მე ნახ უბრალოდ ანუ შენ გონია რომ AI მოიფიქრებს უკეთეს ვიდეოს და უკეთეს დამოუკიდებელი ადამიანი რაღაც მომენტში. შესაძლებელია. ხო, თუ ეგ მოხდა, თუ ეგ მოხდა, უსამართლობა იქნება, ვინც აკეთებს თავისით. რატო? არა, მე გეკითხები შენ ეგრე იქნება თუ არა. რაც არ ვიცი. თუ მოხდა პრობლემა არ მაქვს ხა, რავი. თუ რაღაც ადამიანი ერთ კვირა უნდებოდა ეკეთებინა. მაგას ორ წუთში იზავს. ხოლმე თუნას. ხოლმე ეგ არ იქნება ნამდვილი. ანუ ნამდვილი იქნება. ნამდვილი არ დაგენერებული იქნება რა. იყოს მე დაგენერებული. შენ არ გაპრობლემა. არა, პრობლემა. მე თუ მე არ გავაკეთებ მაგას. არა, შენ პრობლემა არ გაქვს დაგენერებული ვიდეოს უყურა. თუ მოწონა არა. ანუ გეოსებ რა. თუ მოწონა. კაცი რა გავიგეთ რომ შენ რამე ფოტოები ტიგი თუ იქნება ეგ დაგენერებული არც ის პოზიტივია ეგ ეგ მუსიკაზე არც მუსიკა რაიც შეგდი ანუ ტივია ვიდეოზე რილსზე მეოსე ილია რა მეოსე ბევრი აი დათვები არიან დუ და ბუ რა ძალიან მეოსე დასაყოლებია ხო მაგრამ შენ არაფას არ მენჩნევს არაფასე პროსტა და საიდან მოტანე რატო ანუ მე შენ ხარ აი ყოველთვის რომ მოთხარო ყანა იმიტომ რომ ხალხი მუშაობს და ნუ გავმიყვანე ის ჩატრეული ფაქტორის თეორიაში არა AI კატორი იყოს შენთვის უნდა გადავაშენოთ იმიტომ რომ ადამიანის აბა რა თანხმობა ანტიქრისტე იგი მე მაგას ვთქვი შენ მაგას ვერ ამბობ რომ გვიანი იქნება ეხლა. აი, ბალანსი ვიყ მე ხარ. შეგვიძლია შეთანხმდეთ რომ ერთ აქტივით მაგაზე და არა. შეიძლება არასდროს ხონდა დაინოს რაღაცას. კაი. ეხლა არა იაისთან რა. მე ვიჯო. არა ის შევიკითხო. ესე გამწარმოებია ხა რომ ვარჯიში როსება. არა. აი ახლა მომენტში თუ შეიძლება იყოს ვარჯიში არ გასაგები. ეგ არის ჩემი კითხვა. მას ხომ. რა მომენტში? რაც შეუს. არა, მაგას არა, მაგას არა. ანუ? აი ვარჯიში მე დამოკიდებულია. ხო, სხვა არის რა. არა ჩასაგები რა მომენტში ხდება. როცა ვარჯიში რასაც ადებიც გაძლევს. შენ უკვე მიღებული აქვს და ზედმეტი შეიძლება იوارდიშო იმიტომ არა ბიჭო მაგას ინდოფის ეზე არა არის ზედმეტი არაფერი ანუ სწორად ვარჯიშობ რა რაოდენობას ანუ მაგალითად მაგალითად ძვლები არ ტკივა ესები არ ტკივა აღგენა გააქვს ენერგიას არ გაგაცნობს და დამოკიდებულება გაქვს აი ისეთი რა ობსესიური რაში გამოიხატება დამოკიდებულება შენ რა მაგაზე ფიქრობ სულ მაგალითად და არის რავი იმის მაგივრად რომ ყველაზე ხარ შენი სოციალური ცხოვრებით იცხოვრო მიდიხარ და ვარჯიშობ ყველაზე ხარ რამდენი ხანი არა, აი, როცა არის არჩევანი, ყოველთვის მაგას აკეთებ. ხო და უყურე გაიძახა შეიძლება გახდეს კი. ხო და რა მომენტში ხდება? ვარჯიში. რა არის შეთის წყალდამყოფი, რა რა მომენტში ხდება? არის. მითხარი უკვე და არ მოყვება. უყურე ვერი ვარჯიში 20 საათი. 20 საათი არ ვარჯიშობ, მაგრამ. ვერც 4 საათი. აი, მაგას ნახე, ვერ გამოვიდგინო კუნთები და ნოჭანო კარგად, აი, მაგას ვერ ვიდახი რა. მაგალითად. ბიჭო, ეხლა თუ ისე ვივარჯიშე რომ ანუ ეხა შემოვნები რაღაც გაგიხარი მე. ამდენად კიდე ვარჯიშს მე შეჭე. ხო და ეგრე არ მოივარჯიშო. ხო ვერ დადიხარ და გაერთვენა. ხდება ხოლმე ეხლა. ანუ შეიძლება გამოგივიხარ და არა უშავს დაწექი ხა მაგას მაგრამ შენ ამბობ 24 საათი ვარჯიშო. არა, მაგას არ ვაფიქრე. ნუ პირში ნუ იმას ვიშოვე სიტყვა. არა, შენ რა თქვი ვიმეორე. არა, არ ანუ მითხარ დააჯერსავი სიტუაცია და გეტყვი რომ აი, გაგიქცენი ხა. ხო, უყურე ადამიანის სოციალური ცხოვრება. ისე ვარჯიშა აჯერსავ.
ზედმეტი მოვიდა რაღაც მომენტში. ხო, და მაგის გამო აჯანყების დამოკიდებულება? დამოკიდებულება არ არის მაგრამ რაჯასაც. ანუ არის როგორც ან განსაკუთრებით ვარდიშია, როცა მეორეს არხან ყუდარი. და შენ ახლა ამბობ, უკვე ასაღიარი, იმედა ვეღარ არის ფეხზე. ხო, მაგრამ რა ქენას ახლა ვეღარ გავიგე. აი კულტურა რა ვშე რა, ჯიმის კულტურა. აი რაღაც ისეთი არის რა. აი ჩემ შემთხვევაში რა ყველაზე ხარ ქონია ეგეთ გამოცდილება, რომ ვარჯიშობდი, ძალიან ის ვიყავი რა, ოფისეს ვიყავი. ანუ სხვა ყველაფერი რაღაც მე გიქავ შეიძლება იყოს ცუდი. და როგორ უნდა ქნათ, რომ აი სად არის ზღვარი, როგორ დავინახოთ, როგორ უნდა ქნათ, რომ მაშინ არ ჩავარდეთ, იმიტომ მე ხო იფიქრი ვარ. ხო, მითხავ შენ addictive personality შეუს უნდა მოусმენ. addictive personality disorder და ვარდები მაგაში ვარჯიშობ რა. და როგორ აი შენ როგორც გამოცდილი ფიზკულტურისტი, მე მაგ კითხვა ახლა შენთან. როგორ მივხვდეთ, რომ აი რაღაც მომენტში ზედმეტი მომდის რა. და თუ ეხება ეგ თემები, მაგრამ და სხვა თემები მანქანები რაღაც ეგეთი რაღაცის თუ შეიძლება. ნახოთ და თუ რა გამოვიდა, ჯერ ავიკავ რაც ხარი მაგითო რა. ხო, თუ ეხება მაგებსაც. მანქანებს. პირველ რიგში აი მანქანებს. საჭირო მოთმინა. ანუ შენ თუ გინდა შედეგი მიიღო ვარჯიშთან და რო იწყებ გინდა რომ მიიღო შედეგი, ეს უნდა იყოს ძელოდიანი გეგმა და არა ზაფხულში მექნება კაიტანი და ზღვაზე ეს თუ რაისახე უკვე თუ დღეში ხარ. ამიტომ რომ ორ სამთვეში სხეულს არ შეუულია სუკანები გადააქციოს ესე ვინმე, მაგრამ ხო. ეგ როგორ უნდა ქნათ უკვე ინტერესებს უნდა იყოს ეგრე, უნდა გათვალო გძელოდაზე. ანუ შენ რო ივარჯიშებ, შენ რო ივარჯიშებ, უნდა მოусმინო სხეულს, რაც არ შეგიძლია, უკვე არსებობს რამდენიმე ზღვარი. ერთი არის, როცა ვარჯიშობ ხარ დისკომფორტში. ეგ კაი არის. მეორე არის, რომ ისეთი კომოშხა როგორც ტკივილი, ანუ ტკივილი მოდის, აი ყესით ტკივა, ხერხემა, ეგ უკვე სისულელია. უნდა დარჩეს სწორად, სადაც დაგლილი ხარ, მაგრამ უკვე დისკომფორტ, ანუ უკვე გიჭირს. მაგრამ ტკივილი არ უნდა იყოს. მაგას მე გავამახსოვრ თუ შეიძლება რა. თუ შევავშობ მხოლოდ მან და არ მიდიხარ იქამდე რომ არ შეიძლება, ვეღარ დადიხარ, ხერხემალი ტკივა, თიაქარი რაღაცები დაგემართა. ეს მიდგომა, რომ აი დღეში, კვირაში 4-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ საათი ვარჯიში შეუძლებელი გახდეს დამაზიანებელი. და შენ თუ თავში გაქვს რომ ეხლა აროჩე იმენა 2 თვეში უნდა ავიყარო და რაღაცა, მოგიწევს რომ ივარჯიშო 5 საათი ტკივილამდე და დაგაზიანებს ალბათობაში. ხო შენ თქოს უფრო გაინტერესებს addictive ხდები ვარჯიშზე და აღარ შენ როგორ მოვუვართ ეგ პრობლემა რა. არ მოგცემს მაგას უკვე ვარჯიში თუ 5 საათი არ ვარჯიშობდი ახლა როცა ვარჯიშობდი რა. ხო დაანები თავი ვარჯიში. რას გულისხმობ? ანუ ისეთ იმდეს ვარჯიშობ და უკვე ისეთ ვარჯიშობ და თავი ვარჯიში თავი დაანები. არა, მაგის გამო არ მოხდა რა. რიგავდა. აი რომ გამირთენება რომ მოგვიწია მაშინ. არა. პროცენტით იმეებს. პროტესტი რომ გამოდიოს უკანონო, პროცენტ. მაგ დროს დავანები თავი. გეუნე მაგ დროს დავანები. ხერხემალი აღიწიო. მაგის მე ვარჯიშობ კიდე. რას ვარჯიშობ? მაგის მე ვარჯიშობ. დავბრუნდი მაგის მე კაცო. დავბრუნდი, პროსტა ნოემბერში რომ გამოვიდნენ ისინი ნაცები და მაგაცემა რომ გვიწევდა ჩვენ მაშინ. აი მაგ დროს დავანები თავი აღარ მეცავა მაგის. და მე რა გავაგზავნე რა, აღარ მოვიდი თავი, მაგრამ ჩემი პრობლემა რაც იყო, ეგ პრობლემა მქონდა მეც რა. რა პრობლემაა? აი ეგ რაც გითხარი, რომ ეფირი რომ მაქვს, მაგრამ შემიშალა ხელი რომ ჯანსაღი დამკვირვება შემენარჩუნებინა მაგის მიმართ. იგივე იყო, როცა თავის დროზე ადრე დაძინება რომ დავიწყე, ადრე რომ ვიძინებდი და ადრე რომ ვიგვიძებდი. გახსოვს ეგ პერიოდი? აი მაშინაც იგივე იყო. რომ აი ყველაზე ხარ რადგან ეგ თავს არაფერს მოგინებდა. ცოტა ჰედონისტში გადავარდი რა. რომ აი არა ყველა აცონა ხდებოდეს, არ მინდა ყველაზე ხარ მე არც ვიძინე. თუ რაღაც ეგეთი რა. ხო და როგორ შეიძლება რომ ვიყავთ რაღაცა ადგილი, სადაც ნუ გავჩერდეთ, რომ მეტი აღარ შევტოყოთ რაღაცაში რა, მსგავსში. ბოდი ერთად ვიფიქროთ. არა, ნუ კაი, ეხლა გასაგებია უფრო კითხვა. აი დას. აი შეიძლება იგივე რაღაც ცხოვრობდეს. და ამის გამო ძალიან ბევრი რაღაც შეყარებული ოჯახი და მეგობრებთან ხო აღარ კონდეს რა. იმიტომ რომ ხოზე იყოს addicted იყოს მაგაზე რა. ახალი წელია და ყველა სოლა შეიძლება დაიჯნო აცაცე და აღარ ვერ შეხვდება. შეიძლება ახალი მიხრი საბოლოოში რა. რომ მან უალგინო ცოტა და ამარა ფორმულა გინდა შენ? არა, ნუ ალბათ არის რაღაც ზღვარი, სადაც საკუთარ თავში უნდა შეამჩნიო რაღაც კონკრეტული
დამოკიდებულებები რის მერეც მიხვდე რომ ხომ დავასწრაფო რა. მაგრამ აი ზღვარი მეპარება ხოლმე ეთიკის გამო. ასე გიგია. ეს სული საკითხია. აი, სხვადასხვა ლაპარაკობ. დაგვიჭირდება ჯერჯერ. სხვადასხვა ლაპარაკობ, ცოტა შემდეგი მომძარდა ისე ლაპარაკობ. აი, სანტო ხარ პასიო-აგრესიული. ბიჭო არ ვარ და რა ვიცი, შეთანხმდებით, ეგეც არის პრობლემა, მაგრამ ჩემი მიგია გამოყარე რა. შენ კითხე ახლა რა. არა. მზადებული ეს მოვიდა. ბიჭო, ნუ რა ვიცი, ნებისმიერ კითხვაზე მე თან პასუხს ვაცემ რა. დე მამაო ხარ და და იორგან. ესეთ ლაპარაკე. შენ დაგჭა მე გასახილველი თემა. მე ვქემა. მოდი შენ გავუშვის. აი. ეხლა მოდი. ბოლო კითხვაზე გადავიდეთ რაღაც პონჩი რა. აი ხო გინახავს რომ ადამიანებს ეშინიათ რაღაც ნებს რა. აი სიგნალის, სიჩუმის, სტარიელის, აი წაცების რა. შენ ეს რა იწვევს მაგში ადამიანში? ფროიდი მოიწვიეს თუ რა დინი. არა, მე შენ ეს მაინტერესებს. შენ როგორც ბონჟი, მე მაინტერესებს, იმიტომ ბონჟები სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ საკითხზე. ყველას უსმენთ, გარდა ბონჟებისა. გინახავს სადმე აი ტელევიზიაში მსურვით ბონჟი აწერია თქვენ ყველაზე ხარ? არავის არ იწვევს. ჩვენ ვარ ბონჟების ხმა, ისე რა. მოიწვევთ. ანუ კონკრეტული მითხარი და რომ ამით გამიმარტივება კითხვა. აი მაგალითად წარმოგიდგენთ რაღაცა რა. არის ეგეთი ის არის. აი კოსმოსური ოფიცერი ხო ხარ? ზელგუბიკის. აი მანდრო მაშინ არის კოსმოსში არის და მე ცისარიელი ვოიტია ხო გაშენო რა. და აი არასასიარო შეიძლება გებადება ადამიანს რა წამოდი რომ მან ხარ, შენც მან ხარ ხო და აი მან შატრი წარმოი შატრი იმის კოსმოსური. და ამ შატრიდან გარეთ გამოხვედი. რის გეშინია? არ დაგიჯა ასტეროიდი არ დაგიჯახება ხო ხა? ეგ არ მოკავს რა. აი რის გეშინია მაგას. იმის გეშინია რომ საკმაოდ არა არის ეგ ბაქაურობა. რის არის გეშინია? ადაც არის. არის გეშინია. სიჩუმე არის რა. აი მარკემ ხოვაში მაგ გეშინია. სიჩუმის ასოღე გეშინია ადამიანს ოდა. სიჩუმის დრო შეიძლება მაგი შეშინდეს რომ რაღაც ისეთი მოვიდეს, ანუ საკუთარ თავთან დარჩეს მარტო რომელიც არ იცის, მაგ შეიძლება. ან სიჩუმის პანტრეშინია ადამიანს. არ ვიცი. და სიგნალის სიბნელშია ამიას? ნო. შეიძლება ეგეც იყოს რა. უეჭველი შენთან მოჭრილი და ყოველთვის შენი თავი არის. ანუ რო არ იცი რაღაცა. მაგის გეშინია უეჭველი. მაგის გეშინია და იმის ცოდნის გეშინია რო რაღაც არ იცი? მე? ნო. არა. როგორც გაიგებ რო რაღაცა არ იცი. ხო. რო გაიგებ არაფერი არ იცი. ხო. ერთ შეგზენას არის შიში არის მაგ დროს. არა. გაიგოზე არა, ნუ დადგე მაგ იმის ხო, დადექი მაგის წინაშე რომ არაფერი. არა, ეხა ისე ზოგადად არის, ანუ შენ ამ სიგნალებში გამოსტილი აქვს რომ რაღაც შენ თავთან შევიმარტო, რომელიც არის არ ყავს ყოველდღიურობაში წინ და რაღაც მომენტში რომ დაფიქრდები თავზე არის ანაირიერი და ვერ არ მოგწონს რა და რაღაცები შეიძლება გაგაცემდეს არ მოგწონს მაშინ თავზე გიჩვენე რომ ეგეთებზე არ გაპარაკები შეჩენა ბავშვზე გაპარაკები მაგალითად რა ბავშვებს ეშინიათ სიგნალის ბავშვა არჩუმის ეშინიათ და რა ყოველთვის ეშინია ანუ მაგათ არ აქვს შეები რომ ჩემი თავი არ ვიცი ვინ ვარ და ეგეთი პიროვნული ექსტენსიალში რა პატარა ბავშვშია სიგნალის არ გაინტერესებს ჩემს დექტეგების ეზი არის მანდას და აქაც არც მაგან არ იცის რა ხდება სიგნალი რო არის და ხო მაგრამ განა თავის ეშინია პატარა ბავშვს თავის თავის არ ეშინია პატარა ბავშვს თავის არ და ბავშვს ხო და მაგის არ ეშინია მაგას ხო რაღაც ეშინია და ის ეშინია ეგ რა ის ეშინია პატარა ბავშვი არის სულ სიგნალში და ეშინია ну ძირითადად ეშინია პატარა ბავშვის სიგნალში ყველა ეშინია ყველა ეშინია რატო ეშინია გაურკვევლობა და მაგიტო რა სიგნალში ო რა ხდება ვერ ხდება ბავშვი ერთერთს შეიმეცნებს თუ ეშინია რომ რაღაც იქნება იქ ისეთი რაც მასუნებს ეგ მაგიან მომნარებს რომ გაურკვევლობა არის შეიძლება რაღაც ეგეთი იყოს ანუ დასულობ შეგასაგოს ხო და დასულობისას გადავაცა შეიძლება იქ რაღაცა იყოს ამან შეიძლება გუნოს ხო ხო და სიჩუმის შემთხვევაში რატო
ჩუმი ხოშია. ისინი ახლა სიჩუმი. ბიჭო, ვერ ადამიანი იცი რომ ყველა სიჩუმეში იყოს სულ რაღაცას ვცდილობთ რომ რაღაცა ტელევიზორი იყოს ჩართული, მუსიკას მოგუსმინოთ, ან რაღაცა გავაკეთოთ ხოლმე ხარ რა. შიში. ანუ დისკომფორტს იწვევს ხა, შევა შიში არ არის უშუალოდ, დისკომფორტს იწვევს ადამიანში რა. სრული სიჩუმე დისკომფორტს იწვევს. ელი გონია რომ რაც მე ხარ გაქამდე ეგ არის. ბავშვი ამას შეშინებს. ბავშვი არასდროს ჩუმდება. ბავშვი მე არასდროს ჩუმდება. როგორ ჩუმდება? აი, ოღონდ ბავშვი. ვინა აუშუმა ბავშვი. მე ეგეთი ბავშვი არა დაწამული არის. რაღაცა ჭირის რა. 4 თვის ბავშვი რა ჩუმა დაწამული არის? 4 თვის ბავშვი. რაღაც 4 თვის ბავშვი ვაფშე ჩუმდება. ან ზინავს ან ღიარებს შეჩემა. რა არიან ჩუმა რა. აი პოსტერო ზიზო. შენ გონია ბავშვი ვიდეოს ღიალებს ესე მე. ირის რა და არ არის. ნება იცინის კაც სიტუაციაში. არის სხვადასხვა თავის პონჩი. აი რომ დატოვა ბავშვი ხარ თენ პონჩი ესე თავის პონჩი. და და გაიგო დედა ვერ დამინახა რა ტირის უეჭველი ყველა. კი. იმიტომ სად არის? ეგ სად არის? ო, მაგრამ დედა თუ ყავს თუ და ჩუმით არის? დედა თუ ყავს ჩუმად არის დედა? ორივე, სიტუაცია და დედა. შეიძლება იყოს ეგ. ასე გამორიცხავ და მოიჭდა ჩუმი. აბსოლუტურად. ხო? ხერში უშკავდა პანა რა. აი დებავს დევს. უყურებს ეს საყვარელი და ფერება რა. ხო და აი რა არის ჩუმად უკვე. აი არაფერი უყურებს. სიგნალი არის თან. ხო, ჩუმი. როგორ უყურს სიგნალი სიჩუმეა ბავშვი დევს. ხო. როგორ სიგნალი ჩუმი. აი სიგნალი არის სიგნალი სიგნალი არა. სიგნალი თუ იყოს მაგრამ ავტომობილი სიგნალი არა. დედამაც განიცადოს უსკრული. ბავშვი ხარ. ის ხო შეფეს ბავშვი ჩუმი. ბავშვს? ო, დედა არ არის და ბავშვი ვერ ხედავს. და ყველა სიგნალი არა. ბავშვი ვერ ხედავს ისე. ბავშვი ისე ვერ ხედავს. რმა არ ბავშვი. ატარა ბავშვი ბედერ რმა არ თავიდან არის. აი ხან რმა არ ამ ხელა არ ხედავს. სილუეტების დანახოს იწყებს ალბათ სამთოში რა. ონ სილუეტებს ხედავს. ამ ხელა არ ხედავს უკვე დედას. ანუ ვატუში. აი ვაჩე. ვათვის ბავშვი არის. უნდა ხედავს. შუქიანია. ვათვის ბავშვი შუქიანია. დედა მისწევს და სულ უყურებს ბედნიერი ამით. სული ჩუმია. ხო. ბავშვი შეგვიშნებს მაგ. სულ ჩუმეში თუ ხედავს. დედა ხედავს. და თუ ვერ ხედავს? დედა უნდა და ბაზრ გასაგებია. ა თუ ვერ ხედავს დედა უნდა ვარ. ხედავს, მაგრამ ანუ ადამიანი თუ ვერ ხედავს ჩუმე დედა უნდა მაქსიმალურად. ეს რა გასაგებია? ეს ამერიკა გაიგეცი. არა მე გავიგე კაცო. აი. მე ვახშნეთი კითხვა რა. ბოლო კითხვა იყოს ეს კაცი. იმენა ბოლო კითხვა. აი ყველაზე ლეობა ზაზე გამათი. ხოლმე. ამე რა ისე. ნუ ყველაზე ლეობა. მე და შენ გამათოვდით. ერთი 6 წლის წინ, აუ ბევრი მახინდა და რომელიმე უნდა ავარციო რა. ამინდა რომ მარგალიტი ავთქვა. აი რა გავიხსენე. მე მოდი ერთი გამახსენე მე დავიხსენე. დაპყრობა არ თუ დაპყრობა? არა. ეგ გასოს ეკამათი? მაგრამ უფრო იმას. შენ ამბობდი რომ არჩევ ვიღაცამ რო გითხრასო წყალის მაგივატო ყალიო ყალი? ო მეტოში ვიყავი ბუდო არა დიდი ბუდოში მახსოვს რა დიდი რა ყავთ წამოვიდნენ და შენო ამას უნდა დამომკიცო რომ ეგ სიტყვა არ არსებობს და შენ როგორ წყალი არისო რა? ხო და მე განვიდი მეთქი ამ მაგის კითხვას არ დავიწყებ მე თან დავიწყებ მაგის კითხვას ვინ? ხა არ მეგობრებო მე შენ უნდა აჩვენო ლექსიკონში რომ წყალი არის და განმარტება მაგას დინახო შენ ძახი მაგას ეგაც არ ვარ და პოზიციას აი მაგას დასტეხი შენ ხა ალბათ ხო ბიჭო არ მიფიქრია მაგას არის აი ბიჭო მახსოვს მას კი ხა იყო ეს რომ მაგალითად რომ უნდა გადავამოწო თუ არა ლექსიკონში რომ ხო მაგრამ ეგ იყო დაპყრობა წყალი დაპყრობაზე იყო და ახლა ხდებოდა შენ მეგობრებო გადავამოწოთ მეთქი მე თუ არა გადავამოწოთ დაპყრობა არის ხო ამ შეუბაც მე წყალზე არის ყო მე გადავამოწოთ ხალე მივიდე ის რა შუაში ავაფშე როცა თუ კამათობ მეთქი მაგასაკითხზე რომ ესე არის მე გეუბნები რაღაც თუ დაანცხადია მეთქი რა რაღაც გადავამოწო მეთქი მაგაზე ვიტანო მეთქი კამათი რომ გაასწრო გადავამოწო მაგის დაბყრობა არ არის ხა მიზარება რომ ვიღაცა მკიცო რა ეხლა ისრული იყო ესე კამათი
ესე იგი. იგი უარესი იყო ერთი მე შემოგვიყვეთ რომელი გადავდა პირველი. რატო მაგას კალთო რომ მივღადავ? შენ როში შენ არის გადავ. შენ არის გადავ. მე გადავიქნა უკვე. შენ ნადა კონდა. მე მაგაზე გადავდი, შენ მაგაზე გადავდი კონდა. ხოლო შენ რო გადავდი მაგაზე მე მაგაზე გადავდი უკვე. შენ რო გადავდი რაღაცა გადავდი, ისი 19-ში. შენ შენ გადავდი? ხო. ავი შენ მაგაზე გადავდი. არ მე ვინც არის მაგაზე გადავდი? არა, მაგაზე გადავდი. რა? რაღაცა შენ პირველ გადავდი, მე მაგაზე გადავდი 19-ში. მოკლედ შენ ველი გადავდი შენ. 19-ში. შენ არის სამოპრო, მე მაგაზე მოვადავდიო. არ მახსოვს, მაგაზე გადავდი 19-ში. რაზე გახსოვს შენ? შენ რაზე გახსოვს? შენ როის ახლა მე არ შენ გადავა. მაგაზე გადავდი 19-ში. მე გადავდი მე. 19-ში შენ არის გადავა, 19-ში. შენ არის გადავა. ასე არსებობს, თვევის. მე იცი არა, გადიო. ბავშვი გადავდი. რაჩენ ჯერ მე გადავდი და მე შენ და გადავა მომყავდი. არა, შენ ახსოვს. დაბადებული ვარ მე. არც გადავდი შენ. თვევის რო გადავდი. რო დავინახე და სიჩუმე რო იყო, ვეჯიფენს რო დავდაში. მაგ გადავდი უკვე, მაგრამ ეცოდე. მე არ დავდი მაგაზე რო ვიღაცამ დაინახე და გადავდი მაგ. ხო, შენ მე იყო. და მე მაგაზე ხო, გადავდი. არა, შენ მე იყო. მე გადავდი. მე ამ ფილმში ყველაზე ყლეობა. კარგი, მეგობრებო, ამით დასრულდა ჩვენი პოდკასტი. ყველამ გავიგეთ ვინ არის ეს ადამიანი, გავიცანით. შემდეგზე მის როლში იქნები მე. შემდეგ დაგევალებო შენ მოიტანო საკითხები. და შემდეგ გამისვროთ მე, კარგი რა. კარგად.